მოგესალმებით დიდი სიყვარულით, მოგიკითხავთ ყველას როგორ ხართ. მოდი ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა. რა გელოდებათ აგვისტოს თვეში პირად ურთიერთობაში. ხმაურს თუ გაიგონებთ, მომიტევეთ, პანჯარა მოქსხია. ანუ მიყვარს ბუნების ხმები, მიყვარს სამყაროს ხმები, არ მიყვარს დაკეტილი სივრცეები. ანუ ყველაფერი რაც კარგი, ყველაფერი მიყვარს. დინარე, სხვა, მთა, ხეები, ბუნება, ყვავილები, ანუ ყველაფერი ძალიან მიყვარს რა. აი თითქოს როგორი შეგრძნება მაქვს იცით ბუნებაში განსაკუთრებით მდინარესთან, აი თითქოს სიყვარულით და ენერგიით ვივსები. თქვენ წადეთ. მოდი ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ. რომ უფრო მივხვდეთ, თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ, ანუ რა ხდება თქვენთან პირად ურთიერთობაში ახლა. რა მდგომარეობაა თქვენთან პირად ურთიერთობაში ახლა. მოდი ვნახოთ. რა ხდება ახლა თქვენთან პირად ურთიერთობაში და რა მოხდება აგვისტოს თვეში. როგორ განვითარდება პირადი ურთიერთობა. რა ხდება ახლა თქვენთან პირად ურთიერთობაში. თქვენთან პირად ურთიერთობაში ახლა არის აი ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე რომ ძალიან გქონდეთ ადამიანის მიმართ მიჯაჭვულობა. ძალიან ბევრი ფიქრები. აი თითქოს დამოკიდებული ხართ ამ ურთიერთობაზე. ზოგიერთ შეიძლება ძალიან გიყვარდეთ თქვენი ადამიანი, იმდენად ძალიან გიყვარდეთ, რომ ეს უკვე ანუ მიჯაჭვულობაში გადაგდიოდეთ. ჯერ ხო აი გამუდმებული ფიქრები გაწუხებთ. სულ ამ ადამიანზე, ანუ რო იყვნენ რომ 24/7-ზე ადამიანზე ფიქრობთ რა. აი მერე კიდე თუ გაქვთ ესეთი სიტუაცია, აი თითქოს რაღაცნაირად როგორ ხართ იცით? ზოგიერთთან შეიძლება გინდოდეთ გაშვება თქვენი სიყვარულის, თქვენი საყვარელი ადამიანის. აი თითქოს არ მოგწონთ თქვენ რომ ესე ხართ დამოკიდებული ადამიანზე და ესე რომ ხართ მიჯაჭვული, გინდათ რომ განთავისუფლდეთ, მაგრამ თითქოს არც წასვლა შეგიძლიათ და არც დარჩენა არ შეგიძლიათ. აი რაღაცნაირად აი როგორ შეგრძნება მომდის იცით? ძალიან თითქოს თქვენზე არ არის დამოკიდებული. ბათუმეტის არკანი. ასევე ამოვიდა პენტაკლების 6-იანი. ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე რომ აბალანსებდეთ ურთიერთობას, აი თითქოს როგორ ხართ იცი? ადამიანი კარგად გეპყრობათ, თქვენც სიყვარულით პასუხობთ. თუ ადამიანი თქვენზე ბრაზობთ და რაღაცნაირად გაგრძნობინეთ თავს, მერე თქვენ ცდილობთ რომ სამაგიერო გადაუხადოთ, აი რაღაცნაირად ესეთი ენერგიები მომდის ახლა ამ არკანიდან. აი თითქოს ცდილობთ რომ წესრიგით არ დაარღვიოთ და არ გადააჭარბოთ. ანუ მინდა ვთქვა რომ ანუ არ გააკეთოთ ის რაც თქვენ არ გეკადრებათ რომ გააკეთოთ. აი რატომღაც ესეთი სიტყვები მომივიდა. ალბათ მიხვდებით თვისთვისაც იყო ეს სიტყვები. ასევე რა ხდება თქვენთან? თქვენ ელოდებით თქვენს ადამიანს, აი თითქოს როგორ ხართ იცი? აი აქ ძალიან დიდი სექსუალური ენერგია მომდის კიდე ამ არკანიდან. აი ზოგიერთ შეიძლება ძალიან გიყვარდეთ რა თქმა უნდა თქვენი ადამიანი და შინაგანი როგორ თქვა სიყვარულის და ემოციების და ვნებების, ანუ სხვა ვნებების ემოცია გქონდეთ ადამიანის მიმართ. აი ზოგიერთთან მომდის ესეთი შეგრძნება, რომ თითქოს თქვენი ადამიანი დიდი ხანი არ გინახიათ და თითქოს მოზღოვებულად, მოჭარბებულად გაქვთ ანუ როგორ თქვა ეს სექსუალური ენერგია და სიყვარული თქვენში. აი რაღაცნაირად გინდათ რომ ძალიან გინდათ რომ თქვენი ადამიანი მალე მოვიდეს თქვენთან და თქვენი შეხვედრა შედგეს. ასევე აი თითქოს როგორ ხართ იცი? ძალიან გტკივათ ზოგჯერ ამ ურთიერთობაში იცით? ძალიან გწყინთ რაღაცაები. აი თითქოს ისე არ არის როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ საკუთარი თავი გამოგყავთ ამ მდგომარეობიდან, აი ცდილობთ ამშვიდებთ საკუთარ თავს, რომ გჯერათ რომ ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გქონდეთ ესეთი განცდა, რომ ხო არ დავტოვო ეს ურთიერთობა, ხომ არ დავტოვო ეს სიყვარული და
წავიდე ჩემი გზით, ჩემი ოცნებების ასახდენად, დავუთმო ჩემი დრო, ენერგია და ჩემი რესურსი ჩემს კარიერას და სხვა რაღაცებს და გადავერთო იმაზე და მივატოვო პირადი ურთიერთობა და აი თითქოს როგორ ხართ იცი? რაღაცნაირად კი გინდათ ამის დატოვება, მაგრამ თითქოს მაინც მომავალს გახურებთ რა. აბა შეიცვლები, აბა შეირასიზავ. ანუ ეხება პარტნიორზე გინდათ რომ ქმედება გქონდეს, გინდათ რომ ცვლილება გქონდეს ამ ადამიანს, უფრო ვიდრე დატოვება რა. უფრო გინდათ რომ მოვიდეს ეს ადამიანი თქვენთან. რა გელოდებათ? რა გელოდებათ? თასების დედოფალი. აი გელოდებათ სიყვარული. ესეთ როგორი აი თითქოს იგრძნობთ თავს. აი თითქოს იმ სიყვარულს და ემოციებს მიიღებთ. იმ სტაბილურობას, რაც თქვენ გჭირდებათ. ემოციურად შეიძლება ცოტა ემოციური ადამიანი ვრცანდებოდეთ, აი თითქოს ემოციურად ადვილად შეიძლება გწყინდეთ და ადვილად შეიძლება გიხარდეთ რაღაცები და აი თითქოს როგორ არის იცი აქ კმაყოფილებას იგრძნობთ, აი თითქოს აი როგორი შეგრძნება უნდეს იცი, თვალებს დახუჭავთ და თქვენს ადამიანს წარმოიდგენთ ნატრობთ ხოლმე. ოღონდ ფიქრებში და აიდეაში სახავთ ისე, როგორც თქვენ გინდა რომ იყოს თქვენი ადამიანი. ქმედებით. ასევე თქვენს ადამიანს ექნება მოქმედება. აქ იმპერატორის არკანი ამოვიდა. იმპერატორის ესეთი იმპერატორი ყავს აქ. გაჭიმული. რა საყვარელია. ანუ თქვენს ადამიანს ექნება მოქმედება, მინდა გითხრათ. დაფიქრდება რაღაცეებზე, გადაახარშავს რაღაცეებს, მიხვდება რომ თქვენ მისთვის ძვირფასი ქალბატონი ბრთანდებით და თქვენი დაკარგვა ნამდვილად არ უნდა. თუ მამაკაცი უყურებთ, თქვენც მაშინ თქვენ როგორ მეცევთ, იცი? დაფიქრდებით თქვენს გავლენილ ცხოვრებაზე, თქვენს მოქმედებებზე, რა მოგიტანათ თქვენმა მოქმედებამ, ასევე რა მომიგიტანათ თქვენმა ქმედებამ და კარგად ცივი გონებით მიიღებთ გადაწყვეტილებას და ისე გააკეთებთ ნაბიჯებს. აი თითქოს შეიძლება იგრძნოთ ასე რომ ეს ქალია, რომელიც თქვენ გჭირდებათ და ეს ის ქალია, რომელიც თქვენს გულს ახარებს. აი თითქოს თქვენი ნაწილია. აი რაღაცნაირად რომელიც ემოციით და სიყვარულით გავსებთ და როცა თქვენთან არ არის, ყოველთვის გრძნობთ დანაკლის. თქვენ ამას იგრძნობთ, რომ ეს ქალი თქვენ ძალიან გჭირდებათ და მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არ დაკარგოთ რა. ასევე არის პენტაკლების პაჟი. აი თითქოს თუ ამას ვკითხავთ ურთიერთობაზე, როგორი ენერგიები და შეგრძნება მომდის იცით? თქვენ ოცნებობთ ისეთ ურთიერთობაზე და ისეთ განვითარებაზე, ან ბავშვურად ოცნებობთ, გულწრფელად ოცნებობთ. აქ გულწრფელი სიყვარულია და ნამდვილად გულწრფელად გინდათ ეს ადამიანი, მაგრამ აი თითქოს უფრო ოცნება გაქვთ ვიდრე მოქმედება. აი მომდის ესეთი შეგრძნება, რომ აი მე ვგრძნობ ეხლა თქვენს ენერგიებს, აი თითქოს როგორ ხართ იცი? ბავშვურად გინდათ სიყვარული, გულწრფელად გინდათ სიყვარული, ნამდვილი სიყვარული გინდათ. ისეთი სიყვარული გინდათ, აი სამყაროში რომ იშვიათად ხდება და ძალიან გასაფრთხილებელი როა და ან მთელი შეგრძნებით რო გრძნობ ამ ემოციებს და სიყვარულს რა. კიდე რა გელოდებათ? აგვისტოს ფრეში პირად ურთიერთობაში. გაუფრთხილდებით თქვენს პირად ურთიერთობას, აი თითქოს დაიცავთ.
იზრუნებთ მასზე. აი თითქოს ზოგიერთთან შეიძლება გული დაგწყდეთ რაღაცეებზე, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც თქვენ ოცნებობდით და როგორც თქვენ გინდოდათ, მაგრამ თითქოს მაინც არ უშვებთ თქვენს შანსს ხელიდან. ოცნებები კი ბატონო, აქაც აი თითქოს რაღაცნაირად ზოგიერთი აი როგორ ხართ იცი, ზოგს შეიძლება გქონდეთ ეს სიყვარული, ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს ესე, რომ მიუწვდომელი სიყვარული იყოს, აკრძალული სიყვარული იყოს, აი თითქოს ესეთი შეგრძნება მომდის ახლა მიამერკანებიდან. აი თითქოს მხოლოდ ოცნება შემიძლია ამ სიყვარულზე და რეალურად მისი ახდენა და განხორციელება არა. თუმცა იმედი გაქვთ, რომ რაღაცეები შეიცვლება. კი, აი თქვენ იმის იმედი გაქვთ, რომ ძალიან გახარებული იქნებით და ძალიან ბედნიერი იქნებით. ბოლოს და ბოლოს თქვენი ბედნიერების დრო მოვით. მიიღეთ სიყვარულით, მადლიერებით და ბედნიერებით. არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიყვარული გაქვთ, აკრძალულია თუ არ არის აკრძალული, ხომ გიყვართ. იყავით ბედნიერები და დააფასეთ ერთმანეთი. მიყვარხართ?